ექიმობა პროფესიათა შორის ყველაზე ჰუმანური, გამორჩეული და საპასუხისმგებლო პროფესიაა, რომლის მისიაა შეცვალოს ადამიანების ფიზიკური მდგომარეობა. დადებითად იმოქმედოს მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ექიმი გენო ბერძენიშვილი 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაუღალავად იღვწოდა პაციენტების მკურნალობისა და გამოჯანმრთელებისთვის. ჩაატარა არაერთი წარმატებული ოპერაცია, რის გამოც მას დღემდე უამრავი ადამიანი ემადლიერება. გამოცდილმა დასტაქარმა ბავშვობა ბათუმში გაატარა. ყველა ტკბილი მოგონებაც ამ ქალაქს უკავშირდება. სკოლის დასრულების და სამხედრო საველე ქირურგიის განხრით პრაქტიკული გამოცდილების მიღების შემდეგ 1950 წელს უგამოცდოდ ჩაირიცხა სამედიცინო ინსტიტუტში. ჩემი მშობლები მამა მუშაობდა აჭარის ფინანსთა სამინისტროში. დედა დიასახლისი იყო, მაგრამ დედაჩემმა დაამთავრა საფერხლო ტექნიკუმი და მოხდა 5%-ში. სწავლის გაგრძელება უნდოდა სამედიცინო ინსტიტუტში. მზად იყვნენ წამოსასვლელად და იმ ღამეს დაიწყო ომი გერმანიასთან. მამა ჯარში წაიყვანეს, დედა დარჩა სახლში, რა თქმა უნდა ვერ მიიღო სამედიცინო განათლება. ეს ჩამჩა მე თავში, რომ დედაჩემს ექიმობა უნდოდა და სკოლა რო დავამთავრეთ, მე მედალოსანი ვიყავი. და საბუთები ჩავაბარე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე. პირველი სემესტრის მერე თავი დავანებე იქ სწავლას. და მეორე წელს ისევ უგამოცდოდ ჩავირიცხე სამედიცინო ინსტიტუტში. დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. პრაქტიკის გასავლელად თავდაპირველად ოზურგეთში გაანაწილეს. პარალელურად ოჩხამურის საავადმყოფოში მუშაობდა ქირურგად. რამდენიმე წლის შემდეგ კი დედაქალაქში გადმოვიდა და ეგნატე ფიფიას სახელობის სახალხო კლინიკურ საავადმყოფოში ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იმსახურა. 93 წლის ქირურგი ამბობს, რომ სამედიცინო მეცნიერების განვითარების ტემპიდან გამომდინარე, ექიმის პროფესია მუდმივ სწავლას და განვითარებას მოითხოვს. ოზურგეთში რო ჩავედი, დამნიშნეს ტუბ-დის ფასერში, ფტიზიატრად. ტუბერკულოზი ავადმყოფების მეშინოდა და ფონენდოსკოპს შორიდან ვადებდი, ავადმყოფს ისევ შინჯავდი. შიში მქონდა, რომ არ გადამდებოდა დავადება და რამოდენიმე ხანი ვიმუშავე იქა, მერე გავთავისუფლდი იქიდან და გადავედი ქობულეთის რაიონში ქირურგიის ადგილი განთავისუფლდა, სადაც ვიმუშავე 3 წელი. იმის შემდეგ დამოვედი თბილისში. იქიდან მერე მაინც ქირურგობა მინდოდა და გადავედი ფიფიას კლინიკაში. მთავარი ექიმი იყო დავით ლეშკაშელი. დავით ლეშკაშელმა დამნიშნა ფიფიას კლინიკაში ექიმ ორდინატორად, სადაც ვიმუშავე 1970 წლიდან სანამ პენსიაზე არ გავედი. პროქტოლოგიის დარგში გავიარე რამოდენიმეჯერ სამუშაო ადგილზე მოსკოვში კვალიფიკაცია და გარდა ამისა პროქტოლოგიაში სამუშაო ადგილზე ვიმყოფებოდი კუიბიშევის კლინიკაში, სადაც კათედრის გამგე იყო ცნობილი პროქტოლოგი პროფესორი ამინევი. ეს ამინევი მსოფლიოში ცნობილი პროქტოლოგი იყო, რომელმაც პროქტოლოგიის დარგში დაწერა 4 მონოგრაფია. იყო უაღრესად კარგი კაცი, კარგი პედაგოგი და იქ ვიმუშავე მე. ბატონი გენო მადლიერებით იხსენებს და მასწავლებლად მიიჩნევს ბერძენ ექიმს, რომლის დახმარებითაც მან უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება მიიღო პროფესიაში. ეს მავრიკიდი იყო უაღრესად წესიერი და კარგი კაცი, რომელიც მასწავლდა ყველაფერს. რო დამთავრდებოდა ოპერაცია, გამომიყვანდა, დამიჯდებოდა და მიხატავდა ყველაფერს. ყველა ოპერაციას მასწავლიდა და უხაროდა, რომ ძალიან ნიჭიერი კაცი ხარ. კუჭის რეზექციები კეთდებოდა ძალიან ბევრი ფიფიას კლინიკაში. ფიფია ერთ-ორ კუჭს აკეთებდა დღეში და მერე ხოლეცეცტეკტომიას მიამატებდა კიდე. ყველა ექიმი, ორდინატორი, ვინც მუშაობდა ფიფიასთან, ყველა წარმატებით აკეთებდა კუჭის რეზექციას. იმიტომ რომ ფიფიას თავისი მსვლელობა ჰქონდა ოპერაციის დროს. კუიბიშევში რო ჩავედი,
იქ კეთდებოდა ეს ოპერაცია. და იქ ვისწავლე მე ოპერაციას ქვია სფინქტერ-ლევატოროპლასტიკა. ეს ოპერაცია იქ შევისწავლე და რო ჩამოვედი, კივი მახელაძე იყო გინეკოლოგი რკინიგზის საავადმყოფოში. და ის მიგზავნიდა ამ ავადმყოფებს. მშობიარობის მერე ქალებს ხშირად უვითარდებათ. მე მაგალითად ავადმყოფებთან ყოველთვის ვიყავი კარგი განწყობით. ავადმყოფი თუ რამეს მკითხავდა ამე აინტერესებდა, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ავადმყოფებთან. აი მე როდესაც სამედიცინო ინსტიტუტში სტუდენტებს ვასწავლიდი, პირველი რაც იყო, ამით ვიწყებდი ჩემ მოღვაწეობას. ვეუბნებოდი, ჯერ უნდა იყო კაცი, ადამიანი და მე გახდა ქირურგი. ეს არის ექიმის დაუწერელი ვალდებულება. თუ კაი ადამიანი არ ახარ და ეს არ იგრძნო ავადმყოფმა, ისე კაი ოპერაცია არ გამოგია, წარმატებული ოპერაცია არ გამოგია. გურიაში გატარებული დღეები განსაკუთრებულად ახსოვს. გურულების მოსწრებული ხუმრობა და ენამახვილობა ხომ მათთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესია. იხსენებს აკადემიკოს შალვათოიძის და პროფესორ შამშე ქევანიშვილის ამბავს. ენამოსწრებულები არიან. აი ბატონი შალვათოიძე, რომელიც იყო ჩემი კათედრის გამგე, ის ენამახვილი კაცი იყო. იმიტომ რომ გურული იყო. ჩვენთან მუშაობდა პროფესორი შამშე ქევანიშვილი, რომელიც იყო რაჭველი და ამ შამშეს ჰყავდა ბიზაშვილი, რომელიც იყო ნაკრძალის დირექტორი გარდაბნის, სადაც სანადიროდ დადიოდა მჟავანაძე, ინაური, ხო და ხშირად მოდიოდა ეს კაცი შამშესთან სტუმრად კათედრას და შალვა ვერიტანდა თუ რაღაცას არ აკეთებდი კათედრის საქმეს. ახლა მოვა ეგ ასტეს შამშეს. ერთხელ გააცილა შამშეს ეს თავის ბიზაშვილი. ეს ნაკრძალის დირექტორი და გაღიმებული მოდის. ბატონო შალვაო, ერთი რამე უნდა გითხრაო, რაო და დაცო რო ესრიო და დაჭრიო შესკე როცა მოვა, ხელი უნდა ჩაჭრა ხახაშიო და ვერაფერს ვერ გიზამს. შამშე პირი დამოწული რომ მოვიდეს, რას უშვებიო. პირი რომ დამოწოს და მოვიდეს, რას უშვებიო. თუ არ გააღო პირი. შალვა ძალიან ენამოსწრებული კაცია. მისი და შალვათოიძის პრეპარატები დღემდე საპატიო ადგილს იკავებს კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის მუზეუმში. გულის ხმიერი ექიმი და ღირსეული კოლეგა მთელი შეგნებული ცხოვრება პაციენტების სამსახურში იდგა. კლინიკაში გატარებული ყოველი დღე პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული ექიმისთვის დღესასწაული იყო, თუმცა ყოველთვის განსაკუთრებით ელოდებოდა ახალ წელს. კალანდა ხომ ტრადიციული გურული ზეიმია და გურულებიც კალანდობისთვის მზადებას რამდენიმე დღით ადრე იწყებენ. ამ ტრადიციას დღემდე 93 წლის ასაკშიც აგრძელებს გენო ბერძენიშვილი. ჩავში რომ მუშაობდი, ახალი წელი ტენდებოდა და მე ოჯახი არ მქონდა შექმნილი. მავრიგიდმა მითხრა, სად უნდა შევხვდე ახალ წელს და მე ვთხარი წავალ სადმე რესტორანში და მეგობრებთან ერთად შევხვდები. შენ ოჯახის შვილი ხარო და ჩემთან წამოდიოდი თრა სახში. და წავედით ახალ წელს მისი დის ოჯახში ბათუმში. სუფრა იყო გაშლილი და რო დავჯექით ცოტა ხანში შემოვარდნენ დაგველები და ერთმა თქვა ჩემო შვილმა გათავი უნდა მოეგლავა თოფი ესროლავა და გაარტყა მეზობლის კაცო და აგვაღენა და შევხვდი საოპერაციაში ახალ წელს. უამრავი საფონტე ამოუღებდა გადარჩა ახალ წელს მე ოჯახში ვხდებოდი. ძველით ახალ წელი უფრო მომწონდა ვიდრე ახლით. მე გურული ვარ და გურიაში ახალი წელი სხვადასხვა კალანდობას ეძახიან გურულები და კალანდა არის უზარმაზარი დღესასწაული, ახალი წელი, ძველი 14 იანვარი. და ეს ჩარჩენილი მქონდა და ყოველ წელს ვიხდი მე ახალ წელს. რამე განსაკუთრებული რიტუალი თუ გქონდათ კალანდობას სახლში, ოჯახში? მამა ჩემმა იცოდა დიდი ყურის თავის მოხარშა და მაგიდაზე შემოიტანა ამას. სტუმრიანობაც იყო მაშინ. თუ ვინმე ქალაქში ცხოვრობდა და სოფელი ჰქონდა, ყველა ჩამოდიოდა გურიაში, თავის ძირძველ ოჯახში. მე მქონდა ძალიან კაი სახლი გურიაში.
და მე უვლიდი სულ. ვრგავდი, ფესავდი ყველაფერს და όλოს ვეღარ მოუვარა იმ ხელა ეზოს და გავყიდეს. სოფელი, რომელიც მენანება ახლა. გენაცებად? სოფელი ძალიან. კალანდობის დღესასწაული ტრადიციული სუფრის, ჩიჩილაკის და აგუნას გადაძახილის გარეშე წარმოუდგენელია. ძალიან მიყვარს გურული სიმღერები. ჩემი უახლოესი მეგობარი იყო ანზორ ერქომაიშვილი და მისი ოჯახი. გურული ახლა ანზორისთან არ მიმღერია, მაგრამ ტრისტან არის სიხარულიძე და გურის სიხარულიძე. აი მათ ამღეროდი გურულ სიმღერებს. მოგეხსენებათ, რომ გურულებს ენა კვიმატობასთან ერთად განსაკუთრებული დალოცვაც ახასიათებთ. იქ უკლებლივ ყველას სჯერა, რომ ამ ფერი დალოცვით განსაკუთრებულად ბედნიერი და წარმატებული წელი ექნებათ. გურიაში ძველად იყო ეგეთი სადღეგრძელო მშვიდობას გაუმართ. ამაზე უკეთესი სადღეგრძელო გურულებს არ ჰქონდათ. ეხლა ისეთი დრო დადგა, რომ ერთმანეთს მშვიდობას კი არ ულოცავენ, ჩვენ დანახვას გაუმარჯოს. ერთმანეთს რო ხედავთ, მე ვუსურვებ საქართველოს გაგრძელებას, გაძლიერებას და მშვიდობიან ცხოვრებას. Abarera, hom de la